Conti გამარჯობა. შენ მოგიკრავდეთილე. უფასო თუ 2% კრედიტები იქნება. ეს სამანთყოფლიერი დინამიკა. ავენტინური ტრიადის პლებეური დრუღმერთი. დიაპოვნებაში გადაცემა. უბებიარე? სალამ მეგობრებო, ტრადიციულად პარასკევს 9 საათზე უყურებთ ყუბების პოდკასტს, სადაც მე და გარი, როგორც ყოველთვის განვიხილავთ კვირის განმავლობაში მოხდარ სხვადასხვა პოლიტიკურ ამბებს, მაგრამ რადგანაც წინა კვირას ტექნიკური მიზეზების გამო პოდკასტი ვერ გავიდა. ჩვენს არხზე ვერ ჩავწერეთ, რაღაცა შევეცდებით წინა კვირაც მოვიცვა, თუმცა თემები იდეაში იგივეა. პლუს მინუს რაც ამ კვირაში ხდებოდა. ხო, მოდით დავიწყოთ კარგი ამბით, თუ ცუდ ხასიათი ხართ, დარწმუნებული ვარ, კარგი ხასიათი იქნებით, განსაკუთრებით თუ ვარჯიშობთ, ან ცილა გიყვართ, განსაკუთრებით კვერცხი. ხო, ესეთი ამბავია დღევანდელი, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შემდეგ რიგმა კომპანიებმა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც მოიცავს სვანეთს, დილას, კოდას და კუმის, გადაწყვიტეს კვერცხის ფასი გაიაფონ 5%-ით. და იქვე დააყოლეს, რომ ეს არის ბატონი ირაკლი კობახიძის ინიციატივის შედეგი, თორე ესე გვეკიდაო. მაგრამ რახან პრემიერმა გამოთქვა სურვილი ჩვენს მზად ვართ და 5%-ით ვაიაფებთ ჩვენს პროდუქციას. რაც დაანონსებული ქონდა ჩვენივე გადაცემაში, რომ სავარაუდოდ. კი, ხო, რაც მოსალოდნელი იყო, რაღაცა ეს ინიციატივა უბრალოდ რაღაცა ესეთი კაჟი, 5% არ არის ბევრი არაფერი, თუმცა ქონდა ნათქვამი, რომ კი, რაღაცა ეს უბრალოდ ინიციატივის დონეზე არ დარჩებოდა და რაღაც ნაბიჯებს გადადგავდა არსებული მთავრობა. ხო და ეს დასაწყისია მხოლოდ ჯერ კვერცხი, მე შეიძლება ყველიც, რძეც, დიდი ალბათობით ეს ტენდენცია ასე გაგრძელდება, მესმის რომ აქ შინაარსი ცხადია რაღაც 5% არაფერი არ არის იმასთან შედარებით რა პროცენტული მაჩვენებლითაც გაძვირდა ზოგადად საკვები პროდუქტები წინა წელთან შედარებით და ასე ვთქვათ, პოპულისტური ამბავია, ცხადია, თუმცა რაღაცა აი თეთრებით მაინც არ თქვეს, იმიტომ ცოტა გამოვიდოდა 5% ესეთი ამბავია. 5% თემა არის რა და. კი. თან ის არის ხო რა. ოპოზიცია კიდე ჩემი თანკეს წამოიგო ამ ამბავში, როგორც ყოველთვის. არაფერი ახალი არ ხდება აქ ქვეყანაში მაგ ხრივ და ეხლა გამოდის ხა კარაქის კარაქი გაიაფეო კობახიძეო ისავესა და თქვენ თუ გონიათ ვერ გაიაფებენ ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესი ისე არ მუშაობს ხო როგორც თავისუფალი ბიზნესი, ანუ ყველა ანუ უწევთ მთავრობასთან თანამშრომლობა და მესმის, როცა ამხელა ბიზნესი გაქვს, შენი ცხოვრება აქვს. გეტყვენ ან ცოტა ითანამშრომლე და სუნთქვის საშუალებას მოგცემ და ცხოვრების საშუალებას გამითარებას, ან არის თანამშრომლე და დაგენძრება. მოკლედ. მარტივი არჩევანია მგონი. და მithumetes არ გთხოვენ რაღაცებს ძალიან ზედმეტად რაღაცებს. იწევს გათვალისწინება და ხო, ახლა დაადგებიან კიდე რაღაცებს და მე ბანკებს დაადგებიან და აი ბანკების შემთხვევაში ჩვენ თვითონ მე ლიბერტარიანელებს ვთხოვ და მე მარჯვენეებს და რაღაცა. ლევაკებს გასაგებია ისიც. ჩვენთან საერთოდ დეგრადირებული ქვეყანა, იმიტომ რომ ის არის მემარცხენე ბანკირებს აქვს მემარცხენე პარტიები და. ხო, მაგრამ ის არის რომ ეხლა თხოვენ ბანკების შემთხვევაში მართლა ის არის, ანუ არანაირი თავისუფალი კონკურენცია ჩვენთან ბანკების შორის არ არის ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ისეთ მოგებაზდებენ მართლა რომ უხერხულია. ევროპაში პირველ ადგილზე არის მრავალწლიანი. ბანკებზე ვიძახი უმრავლად და. იმათ გასაგებია რომ სესხის განაკვეთი შეიძლება ვერ დააკლებინა რაღაცა, მაგრამ რა ვიცი სამჯერ ნაკლები მოგება რომ ნახონ სუფთა. მაინც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი იქნება ჩვენთან ბანკირობა, ხო და. ამიტომაც არ გაგვიკვირდეს რომ დაადგებიან თან ის არის პოლიტიკურ ოპონენტებსაც დაარტყავენ და. ცოტა რთული იქნება ჩემი აზრით ბანკებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მათ პირველად რაც არის რეფინანსირების განაკვეთია. მაგას კი არ ვიძახი. ის არის. მაგას კი არ ვიძახი. ეროვნული ბანკის მისახედია ეს ამბავი და ეროვნული ბანკი უბრალოდ ნაკლები რეგულაცია მოთხოვნა იზავნა. არა, უბრალოდ ეთქვენ რომ და აი 200 მილიონი თბილისში დავაჯერებოთ 100 მილიონით და საქართველოს ბანკი. კი, რატო არა? არც ერთი ადამიანი დაწყენი არ დარჩება ახლობლების გარდა რა. სულ რაღაც 100 მილიონით იტყვიან და. კი.
ხო, ჩვენ ვამბობდით იმას, რომ რაღაცა ამ ფასებთან დაკავშირებით რომ დაიწყო თავიდანვე მსჯელობა ოპოზიციის მხარეს არასწორი მიმართულებით ბევრისგან, ყველასგან არა, მაგრამ ბევრისგან ის რომ აი აბა თუ მაგრები ხართ, რძე გაიაფეთ. ეხლა გაიაფებენ. მე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აი ძმაო, მე 50 წუთი ფიქრობდი და ხო, შენ გაიაფე 45. და მე 5-10% გაიაფება. მინიმუმ 50, აი კოცები რითაც მოვიდნენ ძახნე რომ უფასო ფული. ბენზინი და 50 კი, ხო და მაგ ამბავში კონცეპტთან შეჯიბრება არასწორია და რთულია. იმიტომ ძალაუფლება მათ ხელშია, კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა მაგათ შეუძლია და აქეთ რჩება უბრალოდ რაღაცა ბადაღებული, აბა გაიაფე და როცა ეგ შედეგი დადგება, აქეთ წაგებული ამბავი მათ შინაარსი არის უფრო გასამახვილებელი ყურადღება, რაც ვისაუბრეთ, რომ ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში არ მოსულა. ეგ ურთიერთობა რაც არის ჩვენთან ბიზნეს და სახელმწიფოს შორის. მაგრამ ესეთ ქვეყანა ვართ, პრემიერი ინიციატივას გამოთქვამს და კვერცხი 5%-ით იარდება. ხო და ეს ამბავია. თემოდელი პოდკასტი პოზიტივით დავიწყეთ. მეტნაკლებად. ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემებზე, რაც შეიძლება პოზიტიურადაც შეფასდეს. გარდა იმისა, რომ კობახიძე კვერცხებს აიაფებს, ასევე დებატები გახსნა რასაც ითხოვდა ოპოზიცია გამოძიება. რასაც ითხოვდა ოპოზიცია, ხო? და რაც შედგა რუსთაველის ეთერში. თუ არ გაქვთ ნანახი, არც ნახოთ. არაფერი არ დაგიკარგავთ. საერთოდ ხო, იქეთ იჯდა შალვა პაპუაშვილი, აქეთ იჯდა იაგო ხვიჩია. ვიღაც ქალი და კიდე ვიღაც კაცი. ის დედამოწყული იყო კომუნისტი. ხო, შევარნაძის დროინდელი ჩინოვნიკი იყო, მაგრამ აშკარად უფრო ადეკვატური იყო ვიდრე ყველა. კი, ესეთი რაღაცა საკმაოდ ძლიერი დებატები იყო. წვანებიდან იყო ეს ქალი. ვინ? ხო, ორგანიზაციის არასამთავრობო წვანების. იმდან თუ მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რომ სახელი გვარიც კი აღარ ვიცით რა. კი, ხო, არასამთავრობოს წარმომადგენელი იყო. ქართული პოლიტიკის დინოზავრები. კი. საიდან ამოთხარეს? წვერი გადადეთ დასვეს ეთერში. ხო, მაგ ეგ დებატები არც მე არ მინახავს, თავიდან ნახე რაღაცა, მაგრამ შინაარსი არ აქვს მაგ დებატებს, ახლა ყოველთვის გასაგებია, რომ არაფერი მათ სადებატო არ ქონდათ, არანაირი თემა შინაარსობრივად მანდ არ განხილულა. შვედეთს აკაჩავები და ხო. ხო, და ესეთი ამბავი იყო რა, აქეთ მეორე მხრიდან ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა ვადო მაჭარვარიანმა გამოთქვეს ასევე სურვილი, რომ აი ჩვენ მზად ვართ აქ ვართო. და მოგვიწვიეთო და ნებისმიერ ეთერში სადაც გინდათო ვილაპარაკოთო თან რაღაცა დისკუსია დასაბრუნებელი არისო. და მაგას ბევრი კრიტიკა, მოდი პირდაპირ თქვა ჯმა მოყვა. კრიტიკა რბილი ნათქვამია მაგ ადამიანების მიმართ, რაც რაღაც ნაწილში ხო, რაღაც ნაწილში საფუძვლიანი იყო, რაღაც ნაწილში, საფუძვლო. ბოლმა ნახე რაღაც ნაწილში. ხო და მათ თავარი პრობლემა ჩემი აზრით იყო კოცების თავარი მიზანი რაც არის ახლა თითქოს ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნორმალიზება, თითქოს რაღაც პოლიტიკა ცოცხალია კიდევ, არის აქეთ ხალხი ვისთან შეიძლება რაღაცა საუბარი და მსჯელობა და მაგ თამაში შეყოლა ჩემი აზრით. და ხო, სულ ყველაფერი მართლა რომ თქვას კობახიძე მაპა მოდითო. და ეგ შეიძლება მოხდეს ბიჭო. კობახიძე თუ არა, ნებისმიერ რაღაცა წულკიანი დასვა. აი წულკიანი ჩემი აზრით საშინელება იქნება. წულკიანი საშინელება იქნება, კობახიძე რო დაისვას თემა იქნება. ბიჭო ხო, ნებისმიერი რაღაც პონჩი მომზადებული ხოცი, რომელიც ცოტაა ქართულოსნებაში, მაგრამ არიან, რომ მართლა რომ ეგ თქვან რომ აი ახალგაზრდები ითხოვენ ვუჯდებით. კი მინდა ისე მასენება ჩვენი სტუდია, გიჩტივი სტუდიაში გამონია მონაგონი იქნება. დასრულებული პოლიტიკური კარიერები დებატის შედეგად. ხო და დაახლოებით ეგეთი ამბავი იქნება, ჩემი აზრით. გაანადგურებენ ნებისმიერს და აი სამაგალითოდ იზავენ. თუ წავიდნენ ამაზე, რამდენი წავლენ არ ვიცი. მე მგონია რომ წავლენ რაღაც პონჩი, არ ვიცი ნახოთ რა. იმიტომ რომ აწყობთ რაღაც პონჩი, იმიტომ რომ იმდენი პოპულისტური რაღაცები ლაპარაკეს, რომ თვითონ კოცებს შეყვნენ პროპაგანდაში ამაში და მარტივი არის, პლუს კი გამოცდილება არ აქვს, ნერვები, ესა პლუს კიდევ ქართულ პოლიტიკაში. ახლა რავი, ჩვენ გადაცემაში ვერაფერს ჩვენ დებატებზე წავიდით სადმე.
შეიძლება მაღალი სკილები არ გქონდეს, ვერაფერს ვერ დაგვაყვედებთ რა, ანუ ის რაღაცებს ლაპარაკობთ, რაც ისიც თქვაც არ გვერდება და შეგვიძლია გავამეოროთ ნებისმიერ ადამიანს და როდესაც ქართულ პოლიტიკაში პოპულარულია რაღაც ისეთი აზრების დაფიქსირება, რომ ის ადამიანი რომ ნახო ისიც აფიქსირებ, მაგასთან ვეღარ იტყვი მაგას, იმიტომ რომ ისა ძნელი გაქვს ნაჭამი და ნუ ძალიან პოპულისტურ აზრებს აფიქრენ ხოლმე რაღაცა მე როგორ რთულია, იმიტომ რომ ეხა სართულზე რომ დაეტაკნენ ის იყო რა, ანუ თავისი სიტყვების აპირისპირო ამბები იყო და თავისივე ხალხზე და ჯერ ახალგაზრდები არიან და ისეთი დაპირისპირებები იყო, რომ როგორც მივხვდი, ის ურთიერთობა გაუქმდა ერთმანეთს უწერდნენ Facebook სტატუსებზე, რომ ჩვენ ძმაკაცები ვართ და რაღაცა და არ უნდა აისახოს ჩვენ ურთიერთობაზე, მაგრამ აშკარად აისახა და ქართულ პოლიტიკას რო გადავხედოთ შერგოლეიშვილის და წულუკიანის ფოტო რო გავიხსენოთ, აისახება ეგეთი რაღაცები მეგობრობაზე აშკარად. ხო, ნუ გამბავია რა, მათ თავი ის ნანუკას სასტავი დაეტა, კაროჩე რა, საგიჟეთი. აჯებსან და. მაგრამ ჯერ თუ ქართულ ლამებზე ვარ თუ გადავდივარ. ჯერ ქართულზე. ოკეი, და მე უცხოელი და უცხოელს გავუყვები აქედან. ქართულს მორჩეთ. ხო, კიდე ერთი ამბავი უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივით რო გამოვიდნენ თესეუს და ტექნიკური უნივერსიტეტის. მაგას პროტესტი მოყვა. აკადემიური სივრცის მათ შორის. კი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები აპროტესტებენ ამას. რაც ბიჭო, ხო, ნუ ცუდია, მაგრამ თან რაღაც პონჩი იტყვი, რომ ხო, ღირსია ეგ ხალხი მაგის. იმიტომ ეგ ხალხი ზოგადად აკადემიური სივრცე, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ აი სახელმწიფო უნივერსიტეტებში იყო ჩუმად, მუდმივად. მაგრამ როგორც კი მათ შეეხოთ და მივიდნენ ამ ხალხამდე, როგორც ყველამდე მივიდნენ იმ ადამიანებამდეც, ვინც ახლა შეიძლება ზის თავისთვის და არც უნივერსიტეტში ასწავლის, არც იქ მუშაობს, არც აქ თავისთვის არის მშვიდად და გონია რომ ნუ ზემოთ რაღაცა ესენი მოსხდათ კარგი სტრაკი, ჩემამდე ვერ მოვლენ, მაგრამ ყველამდე მოვლენ საბოლოო ჯამში. ასე თუ ისე. ხო და მივიდნენ ამ ხალხამდე და ახლა დგანან და აპროტესტებენ. თუმცა თანაც როგორ დაარტყეს საკაიფოდ. 65 წლიდან აღარ შეიძლება აკადემიურ სივრცეში მუშაობდა და ნახევარი GPA უკვე მეტი თუ არა. ხო და ესეთი ამბავი მოხდა, მათ ნუ რაც არის ვერსიები რატო აკეთებენ ამას და ზოგადად ეს განათლების რეფორმის კონტექსტშიც რო განვიხილოთ, არის ასევე ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ბიძინამ გააკეთა. რომელიც გათვლილი იყო ძალიან დიდ რაოდენობაში სტუდენტების და თუ არ ვცდები 10000-მდე სტუდენტი არის სულ მათ. ანუ ვერ გაკაჩა მაგ უნივერსიტეტმა ხელოვნურად ცდილობენ რაღაცა ტექნიკური ნაწილი, ხო, ნუ ეგეთ დამოუკიდებელ კარგ უნივერსიტეტებს ებრძვიან. ემიგეოს გაკეთება უნდათ რა. ხო და ნუ მაქსიმალურად ცდილობენ რაღაცა იმ ქუთაისის შევსებას მათ შორის. თესეუს გადაკეთება უნდათ როგორც MGU, სადაც აი თუ სწავლობ, უეჭველი მოარი რაღაცა სისტემის ჭანჭიკი ხარ რა. ხო და მაგაზეს ვილაპარაკეთ, რამხელა გათვლა აქვთ. ზოგადად როგორ უყურებენ თავის ყოფნას ხელისუფლებაში, რომ აი ხო არ არის ახლა 2-3 5 წლის ამბავი. აი შორს იყურებიან ძალიან. და მაგაში აქეთ ვერ ვეწევით, აქეთ ამხარე. ვერ ვეწევით კი არა, ის არის. მაგაზე ხოსტარია სტატუსი თუ ნახე. არა. არ დაჩაგიგდე. გაი ხო და ნუ არ ვნახე, ვერ ნახე. ხო და ის არის ციხეში ზიან ხალხი და მაქსიმალურად ვერ ვიდები რაღაცები თქოს ამიტომაც. ხო და ეს უნივერსიტეტის თემა ეს ამბავია. სიმართლე ჯამში რო შეიძლება ეს პოლიტიკური კონტექსტი რო გამოვაცვალო, ჩემი აზრით. დღეს არც TSU, არც ტექნიკური უნივერსიტეტი და ზოგადად საქართველოში თავისუფალზე თუ იტყვი, ალბათ. ზოგადად განათლების სისტემა არ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. სკოლები განსაკუთრებით, იქაც რაღაცა თავისუფალშიც კი არა, 70-75-იანი კვოტები აქვს ბიზნესზე რო ანუ ძალიან ცოტა ბავშვს იღებენ. იმიტომ რომ ის არის ხო, ანუ როგორც კი 200 კაცს და 300 კაცს გადადიან, თუმცა უკვე ვეღარ აკმაყოფილებს, არ არის ამდენი ბავშვი, ვინც სერიოზულ სწავლის წნეხს აკმაყოფილებს და ელემენტარული წერა-კითხვიდან რო წაიგითხავს, შინაარს ვერ გიყვებიან რა და ძალიან ბევრი ადამიანი ეგეთი. ხო და ეგ პრობლემა ხო საბოლოო სკოლიდან მოდის. სკოლა არის ის სივრცე, რომელიც რავი, შეუძლებელია დღევანდელი სამყარო, ახლა ხო სულ სხვანაირია, სულ სხვა პრიორიტეტებია, სულ სხვა ტექნოლოგიები გაჩნდა, სულ სხვა მიმართულებით მიდის იმისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ ვიყავით პატარებით თუნდაც და 2000-იანების დასაწყისში შევიდით სკოლაში. მაგრამ სწავლობთ ადრე, რასაც სწავლობთ ჩვენ,
იგივე სწავლობენ დღეს ბავშვები. არ აქვს მნიშვნელობა კერძო, საჯარო, ანუ კერძო იმით შეიძლება იყოს, რომ ინფრასტრუქტურა უკეთესია და რაღაცა პირადი ინიციატივები პედაგოგების და ასე შემდეგ, მაგრამ ეგეც იცვლება მაგ ავტონომიასაც ზღუდავენ სკოლებისთვის, მათ შორის და უნივერსიტეტებისთვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები გამოვა, რომელსაც განათლების სამინისტრო დაბეჭდავს და კერძო იქნება თუ საჯარო ვალდებულება გექნება ამ წიგნებით ასწავლო და იმ პროგრამას მიხვდა, რასაც გაგიწერენ. ხო და საერთოდ აცდენილია ყველანაირ კონტექსტ დღევანდელი განათლების სისტემა. მათ შორის საუნივერსიტეტოც. და ის არის არა მარტო განათლების სისტემა, ოპოზიციური მედია და ოპოზიციაც აცდენილია, იმიტომ რომ ბიზნესა პაბექშია. მათი აზრით. ხო და ერთი პრობლემა მინდა იმის თქვა, რომ ეს ყველაფერი ხალხს გონია თუ არ მუშაობს ძალიან ცდებით. იმიტომ რომ არის რაღაც გასაგებია განათლებული, ერთ განათლებული ხალხი ცოტა ყავს განათლებული შობლები, რომელიც კარგად დიემთ ბავშვებს და საჭირო რაღაცებს ასწავლენ ადამიანებას ასწავლენ, ეგეთი შობელი ცოტა ყავს. ხო და უმეტესობა ადამიანი მართლა რო გავა 10 წელიწადი რო გქონდეს სისტემა 15-20 როგორც რუსეთში, იმუშავებს ადამიანები გაიზრდებიან, იტყვიან ევროპა ყლეობა არის, ისე ამერიკა ყლეობა არის. აგერ რუსეთი ჩვენი მოძმეებია დაგვარტყავს, მაგათ დიდი რაკეტები აქვს, მაგრამ დაგვიბაბანებენ და დიდას გვიტირებენ. და ეს ყველაფერი მუშაობს, როგორც სისხლიანებას 9 წელი მართლა თავობა გაიზარდა, რომელსაც დააჯერეს. რა თქმა უნდა, რეპრესიული რაღაცები იყო ნაცების დროს, რა თქმა უნდა, მაგრამ გააზვიადეს 10-ზე გაამრავლეს ყველაფერი. თავობა გაიზარდა, რომელსაც ეგ დაიჯერა, აი სართულია მაგის სახე. აი ისევე ჩვეულებრივ გაზდიან თავობას, რომელსაც ყველაფერს ჯერა. ჩვეულებრივ ჯერა და იმუშავებს და ზომბები იქნებიან და აქეთ თავის ან სახიფათო. ჩვეულებრივ ისე კამსამოლების ახსნა მიდის და იმუშავებს რა. იქნება რა თქმა უნდა საღი აზრით რაღაცა 20, 25, 30, თუნდაც როგორც ირანში 20-30% იქნება სიტყვა საღი, რაც საერთოდ არ არის საკმარის, იმიტომ რომ ეხლა უმრავლესობაში ვართ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, ანუ ამ ქვეყანაში 50%-ზე მეტი ხო არის ოპოზიციურად განწყობილი, ყველა პონჩი შეიძლება 70%, მაგრამ რადგან ძალოვნებია მაგათ სისტემაში იარაღი და ყველაფერი, ანუ ვერაფერს ვერ შვები. და მე როდესაც უკვე აი როგორც ჩინეთში აი თუნდაც ყველგან რაღაც რევოლუციის ნიშნებია რაღაცება, ჩინეთში არის რეპრესიული სისტემა, არის კომუნისტური სისტემა თავიდან ბოლომდე, მაგრამ გავიდა 100 წელიწადი უკვე თითქმის 80 წელიწადი იქ სისტემა არის, ჩვენი თავებებია გაზრდილი, არც კი განიხილება რაღაც სისტემებში ახლა იქ როგორც რევოლუცია, ანუ იმდენ ჩაკეტილი სისტემაა, რომ ახლა მგონი გადატრიალება მოუწყვეტ სიზიფის ჩავარდა თუ რაღაც ეგეთი. თელეამებია. ინფორმაცია საერთოდ არ გამოვიდა და ეგ მარტო ამერიკელებს და ებრაელებს ეცოდინება და არ ყვებიან ფეხებზე კიდე. აი კიმ ჩენ ირს რო იძახიან დაიბრიდა და ტრამპი იყო მაშინ პრეზიდენტი, პირველი ვადა იყო. და იძახა მე ვიციო რაც მოხდა, მაგრამ არ გეტყვითო რა. მოდა ხო იქ თავობა გაიზარდა, რომელსაც პრობლემა არ აქვს, ანუ რაღაც ცვლილებები უნდათ, მაგრამ კომუნიზმს ითხოვენ და აქაც ეგრე იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ის არის, მე ოპოზიციურ განწყობილ ხალხს ვეთანხმები, რომ ხოცები მაგნიცები არიან უმეტესობა და ასე შემდეგ, მაგრამ რა რუსები აკეთებინებენ და რუსები არ არიან დებილები, მაგას ვიძახიან, დედამოწყალები არიან, რუსები დებილები არ არიან. აი თუნდაც ახლა გებელსზე უყურებდი რაღაც ფილმს რა, ანუ ისე აქ ზოგს გამოყვანილი რომ ფაშიზმი რაღაცა დედამოწყალები იყვნენ ფაშისტები და ნაცისტები, მაგრამ დებილები არ იყვნენ, გენიოსები იყვნენ რა და აი ეს რაღაცა რადგან ბოროტი ადამიანი რაღაც ცუდ საქმეებში ჩადის, რაღაცა ის აქ რაღაც ლიბერალებს რასაც ეძახიან, ისე გამოყავთ სიტუაცია რომ შენ ხარ ბოროტი ან რაღაც ბოროტე მიზნები გაქვს. ესე იგი გამოყლევებული ხარ რა და შენ ახარ გამოყლევებული. ხო და აი მაგაში ვართ აცდენილები რა. შეზღუდვა რაც ახსენე ზოგადად ეგ რეპრესიული მანქანა გარდა იმისა რომ აი მომავალ თაობებზე ზრუნავენ რაღაცა რომ დაატრეინინგონ და კარგი ჭანჭიკები გამოიყვანონ, ეხლა მიმდინარეთ ადამიანებს ვისაც გააჩნია რაღაცა განსხვავებული აზრი და ვინც გამოთქვამს ამ განსხვავებულ აზრს, მაგაც ზღუდავენ მათ შორის ახალი კანონით გრანტების შესახებ კანონით. და ჩვენ გვეხება ეგ შეიძლება კაცმა არის ის გადაცემა ახლა განზოგადებული. ეხლა არ მგონი ეხლა იმედივით შემოგვივარდეს აქ სპეცრაზმი, მაგრამ ზოგადად პოტენციურად კი რაღაცა ვინმე რაღაც ჩვენ მაყურებელმა 1 ევროც რო ჩარიცხოს, ან 1 ლარი, ან 1 ცენტი, ეგ რაღაცა გავა უცხოურ გრანტში და ხო პოტენციურად შეუძლიათ ხო კანონის საფუძველზე შეუძლიათ ჩვენი დაჭერა 6 წლით, 6 წლამდე. ხო და ჩვენ ახლა არავინ არ მოგვადგება, მაგრამ ვისაც მიადგებიან ვიცით. დაახლოებით ეს არის NGO სექტორი, რომელმაც იპოვა ხვრელი
რაღაც პონჩი აქ აგზალვიდან და ევროპაში რაღაც მიშამ ჩააბუზა. კი. პროჭულ დაბოგმილად. სპეციალურად იმედ ექსანტუსი დაწერა. მიშა არ ვიცი, არ გაპატიო. ხო და ეგ ის მიუხედავად რომ ქართული NGO-ები იმსახურებენ დასჯას. ყველა არა. ყველა არა. ბევრი საქმე აქვს გაკეთებული კარგი, მაგრამ 10-დან 8, როგორც იზახით, ან 8.5. ხო და ეგ ხვრელიც ამოღუსეს ახლა კოცებმა, ბევრად გაართულეს ფინანსების მიღება არა მხოლოდ NGO-ებისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც რაღაცა პოლიტიკურ აზრს გამოთქვამს და ამ სფეროში მოღვაწეობს. ხო და ეგ გრანტი რაც არის კიდე დამატება ინიციატივა გამოითქვა ჯერ, მაგრამ ზოგადად რომ გამკაცდეს კი არა და პასუხისმგებაში მიეცეს ის ადამიანი, ვინც არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. აქ მოიაზრება ეგეთი შემდეგ რაღაცა ის ადამიანი, ვინც პარალელურ სახელმწიფო სტრუქტურებს ქმნის, ეგეთ წოდებული ჭრილოვანი მთავრობა, ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ბოიკოტს უცხადებენ, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალისმიერი მართება და ერთ სიტყვით ხელისუფლების კრიტიკა იგზალება. ჯერ არა, მაგრამ ინიციატივის დონეზე არის. კობახიძე მას გამოთქვა იმედი, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა მივა კანონამდეო, რაც მივა დიდი ალბათობით და სულ უფრო რთული გახდება საკუთარი აზრის გამოთქვა. ხო და ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს ამ ნაწილში თუბების პოდკასტს. ასე არაფერს არ ვიგოთ, ამიტომაც გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქართულოს იმას დედის რაგი ვაგინოთ. ჯერ. ამ ეტაპზე ეგ ფუფუნება გვაქვს. ოპოზიციასაც ხვათაშო. ეგ ფუფუნება არ სრულდება მაგრამ. ეგ იცი არის საბჭოთა ანეკდოტია, ძალიან კარგია. მე არ მომწონს ჩვენ თაობა რომელიც იზრდება, ანუ რაღაც სასაცილო ამბებს არ ყვებიან ზოგადად. და რაღაცა ის არის, აი მაგალითად კომუნისტების დროს იყო ანეკდოტი რა. რეიგანის პერიოდის დროინდელია და ისა. ანეკდოტი რომ ამერიკელი ძაღლი ჩვენთან ამბობს არის სიტყვის თავისუფლება და მე შემიძლია რეიგანს ვაგინო და კომუნისტი ონება რომ მე საბჭოთა კავშირში შემიძლია ნებისმიერ დროს რეიგანს ვაგინო, არ არის პრობლემა. ხო და რა ვიცი ეს პარალელები არიციან ლუკა მიშველაძის ვეონები რომელიც ახლა გაზეთავის პოლიტიკოსი. ხო და მაგ იმაზე პარალელზე და მაგ ანეკდოტს რაღაც შინაარსობრივად აგრძელებს ის რომ პარლამენტში გამოსვლა ქონდა კაც არ ვიცნობ რა არ ვიცი სახელი გვარი კირცხალია არის კოცი დეპუტატი რომელმაც ილაპარაკო რომ აი ძმაო ჩვენთან რო წუწუნებთო აი შვედეთს შეხედეთო დედა აქ მოტყნულია პრაქტიკულად დებატები რა როგორ მაგაში კობახიძის კობახიძე და პაპუაშვილის მაღაზი ბაზრობდა ნახევარი ხო მან ეს შვედეთი აიღეს ამიზნეთ ერთ სიტყვით და ერთ სიტყვით კარგად მომზადებული რუსებაში არის რუსები ბაზრობენ მაგას და მაგათი ის არის ჩვეულებრივი პროპაგანდა რომ ევროპას დაძრეული აქვს აი ნახეთ მამანტმავლები ის კი ჩვენ გვიჭირს მაგრამ ტრადიციულად გვიჭირს ხო და ეგ ხაზი აქვს აღებული კოცებსაც და შინაარსი იყო ის რომ შვედეთს დაძრეული აქვს კრიმინალის დონე მაიწია ქუჩაში ვეღარ გადიან იყინებიან, იხოცებიან და ასე შემდეგ. და არის მაგაში ნაწილი სიმართლე, ოღონდ აქაც მნიშვნელოვანი არის კონტექსტი. შვედეთზე როცა საუბრობ, ყველაფერი არის შედარებითი. იმასთან შედარებით რა იყო შვედეთი რამდენიმე ათეული წლის წინ, უსაფრთხოების ნაწილში კი პრობლემა აქვს თავისი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო. იქაც არის მიგრანტების პრობლემა, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, რა ვიცი, და ბევრი ადამიანის სიცოცხლე აიღე, ხანგრძლივობა, პენსია აიღე, ფასები აიღე, რავი, ბევრი ეგეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ადამიანის უფლებები აიღე თუნდაც. ხო, ბევრ ევროპულ ქვეყანას ჯობია და საქართველოსთან შედარებით აი აქაც ხო კონტექსტია რას ვადარებთ. კი, ჩვენთან მიგრანტები არ არიან, ეგ პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით შვედეთამდე, ძალიან ბევრი გვიკლია. ცამდე. კი, ხო და ესეც არის მათ შორის აქეთ მხარის პრობლემა ჩემი აზრით, რომ მსგავსი რაღაცა ნახევარ სიმართლეს
რო აპარებენ თან პროპაგანდას, მაგის განეიტრალება არ ხდება რა. არ ხდება, რაც გადაიქით. შენ რომ მაგას ელვინები, რომ ესე მაგას ყურადღება გამახვილოთ. აქეთ გადამოდიან შეტევაზე, რომ შენ შვედეთ, ხა შენ ხო ნახე შეთხოვი, ჩემზე იყო თავდასხმები და არავის არ გაპატივით, იცოდე რომ აი მაგას ვიძახი, რომ როგორ შეიძლება ესე გატარება, იმიტომ რომ სიმართლეა და პლუს კი ჩვენი ხალხი ხო დადის ევროპაში. ასაკვანი ხა ჩემი ძმა აი ადამიანი მე ყველა შენც ხალხი ევროპაში დადის ან მილიონზე მეტი ადამიანი ყოველ წელს საქართველოსთან გადის ევროპაში ისვენებს რამოდენიმე დღე და ბრუნდება უკან. ზოგი არ ბრუნდება. ნუ და ყველანი ვამჩნევთ 5 წლის წინ რა იყო და დღეს რა არის და ამ პრობლემებზე რო გეუბნებიან არა და არც განიხილება და მაგ კითხვას რო სვავ ანუ შენ ესე პროპაგანდა მიშავა ესე გამოკლებული ხარ ეგეთი ტონით რო გადგებიან ბრაზდები ხო რა თქმა უნდა მაგას უნდა გასაცვლელი პასუხი რომ ნახოს რომ აგი პოლონეთში არის ეგ პრობლემა არ არის პოლონეთში ირლანდიაში იყო პრობლემები ეგრევე ძალიან სერიოზულად მოკვეთ ეს ფინეთი არის რომელსაც რაღაცას ისევ ეგრე ნახვი დეპორტი ეგრევე ანუ არის ქვეყნები რომელთაც მაგას აკონტროლებენ და არის აი ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რომელიც მაგრა ვითარდებიან და ვერაფერს ვერ უშვებიან ანუ ეს მიგრანტები, რომელიც არის ჩამოთესლილი, გუშინ ჩამოთესლილი ახურები. ვერაფერს ვერ უშვებიან რა. აი გვეგმალი გვალით უნდა მოიყვანოს, მაგრამ ჩვენთან ოპოზიციურ განწყობილ იმას არა, ეგ კითხვის ვერ სვავ, რომ აი შვედეთ ცენტრები. შვედეთ ცენტრები კი არის, მე გეუბნები ფაქტს. ნებისმიერ ადამიანი, რომელიც მე მეტყვის, რომ თბილისზე უსაფრთხო არის, სტოკჰოლმი ვერტყერ გამოყენებული არის. ან არის. იმიტომ არ არის ეგრე. დღეს თბილისი არის უფრო უსაფრთხო, 10-ჯერ უფრო ღარები არის, 10-ჯერ უფრო ბედნიერია ხალხი სტოკჰოლმში, 10-ჯერ უფრო მდიდრები არიან. ზე ქვეყანა არის, მაგრამ უსაფრთხოების პრობლემები აქ უდიდესი თორე. რაც არის გაუპატიურების შემთხვევები 2024 წელს განცხადება პოლიციაში. 10166 შემთხვევა არის რა. 15 წელიწად წინ ფაქტობრივად ნოლამდე იყო დაყვანილი ეგეთი ისინი განცხადებები. ხო და ეგ არის აქაური ჩვენი მხარის პრობლემა ის რომ რაღაც ნაწილ სიმართლეზე რასაც ამბობენ ქართული ოცნების წევრები ევროპასთან მიმართებაში ამბობენ სიმართლეს მაგრამ იქვე აყოლებენ პროპაგანდას რომ ამ სიმართლეს რო კი იქ არის მიგრანტების პრობლემა და რაც იწვევს კრიმინალის გაზრდას აყოლებენ იმას რომ აი ზოგადად დამძრეული აქვს შვედეთს და ზოგადად დამძრეული შვედეთს არ აქვს ბევრად ჩვენზე კარგად ცხოვრობენ. 64 არის. სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად დიდი აქვს, პენსიები დიდი აქვს, ხელფასები და ყველაფერი ეგრე რომ შეხედო, ზოგადად ადამიანის უფლებების მათ შორის ბევრად წინ არის, მაგრამ კი აქვს პრობლემა და აქეთ მხარეს არის საჭირო მაგაზე მსჯელობა, რომ კი ამას მართალს ამბობენ, მაგრამ აი ნახე, აქ იტყუებიან და აი ფაქტები. მაგის განეიტრალება აქეთ არ ხდება, იმიტომ ბიჭო, არ ვიცი თან რთულიც არის რაღაც მხრივ იმიტომ რომ აქ ყველა სავის დღის წესრიგი აქვს და იქით არის ერთიანი message box-ი. რუსთავიურზე გადართავ შვედეთს ენძრევა, საზმაუზე გადართავ შვედეთს ენძრევა, პოსტივიზე გადართავ შვედეთს დანძრეული აქვს უკვე, იმეზე გადართავ ევროპას ენძრევა. იქ მასობრივად აი message ჩამოაგდებენ და ყველა მაგას ლაპარაკობს თავისი არხებიდან, თავისი რესურსებიდან და აქ თუნდაც რომ მოინდომოს ვიღაცა მაგალითად მაგის განეიტრალება, აქ არ არის ეგ ერთიანი ამბავი რა, რაზეც მოხდება, რომ აი თქვენს ტყუილი გავბათილოთ, თან მარტივი ელემენტარული ტყუილია, რასაც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ტელეფონია, Google-ია, ან ChatGPT-ია, მაგრამ რადგან ხდება აბსოლუტური აქია სიჩუმე. ხო და ეგ ტარდება, ეგ არის. ტარდება და ის არის ხალხის არის შენიანების გაღიზიანებასაც იწვევს, იმიტომ რომ ყველანი ერთმანეთს ყველაპარაკებთ, ყველა ჩატს ევროპაში ხედავს, რომ რაღაც პრობლემები არის, ანუ აშკარად. ხო და თვითონ ევროპელები ისე იძახიან, რომ პრობლემა არის, ხო? ხო და ის არის რა, ის NGO-ს იმაზე, იმიტომ იძახიან, ეკუთვნით, რომ დღესაც NGO-შნიკები რაღაც შეხვედრებს მართავენ და დღეს იძახიან, რომ აი ამაზე პასუხი არ შეიძლება, ანუ ეხლა გეტყვით მართლა მაგარ გადაობას გეტყვით, ეხლა მაგას კი გაბრაზდება ოპოზიციური სპექტრმა რა. ადეკვატურ ადამიანს გეტყვით მაგარ რაღაცას, რომ დღესაც იმართება ოპოზიციაში რაღაც შეხვედრები, სადაც არის გაიდლაინი გამოწერილი პროპაგანდას როგორ უნდა უპასუხო რა. ოთეს რომ აი რა უნდა უპასუხო პროპაგანდას რა არა, ანუ გიწენ გაიდლაინს გიწენ, რა უნდა თქვა და რა არა. აი სრული ყლეობა არის და მაგას უჯერებენ სამწუხაროდ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის რაღაც ნაწილი, აი სრული აი რო ნახო ჩვენი დასახურეთი არის მაგის დამწერი რა. მე ვიცი ვინც არის და როცა თავრობა შეიძლება მაგას დავაყენებ, სადაც საჭირო მაგას აკითხეს. სრული აუტისტი არის ამის დამწერი ბოდიში. აუტისტებთან. ხო და ის არის, პლუს კი ის არის, მართლა სერიოზული ხალხი იჯერებს რაღაცაგან. აი იცით როგორ სერიოზულად ლაპარაკობ, აი პროფესორებით გელაპარაკებიან რაღაცას, რა აი
ზედამაჯერებლად ზევშვიდათ რაღაცა ნასწავლი გესარი მეცნიერება იქ ნასწავლი არ მეცნიერება იყო 100 წლის წინ 50 წლის წინ ისინი როდესაც რაღაც წიგნებს წერდნენ გაიდლაინებს მაშინ არც კომპიუტერი იყო არ სხვანაირად მუშაობდა საერთოდ პროპაგანდა და გაზეთები და პლაკატებით ვრცელდებოდა პროპაგანდა დღეს საერთოდ ის ინტერნეტი არის საერთოდ სხვა სისტემები არის ადრე როცა ესეთი კრიზისები იყო როცა სანქციებს გიწესებდნენ რაღაცა შიმშილით იყდებოდა დღეს ვალ შიმშილით ვერ მოკვდები იმდენად შიდა წარმოება გაზეთებთან რუსეთს აი რუსეთს დედაეტყნება რაღაცაზე მაგრამ არ იწევ თუნდაც ირანში რა სიღარიბეა მაგრამ საჭმელს მაინც ჭამს ხალხი და ჩვენზე არანაკლებად წყალი არ აქვს, მაგრამ საჭმელი აქვს. ხო და აი მაგის ის ხდება რომ всё ანუ აღარ არის 30 წლის წინ რაც მუშაობდა დღეს საერთოდ არ დარდება რა. საერთოდ 10 წლის წინ ნახეთ რა ცხოვრება იყო და დღეს როგორ საერთოდ რა არის. 15 წლის წინ გაიხსენეთ 15 წლის წინ სენსორიანი ტელეფონები როგორ იყო და დღეს რავი სენსორიანი ტელევიზორი 80 და 90 წლის ხალხი ყველას აქვს სენსორული ტელეფონი და სენსორით ცხოვრობენ და სკროლავს ყველა 70 წლის ხალხი და 80 წლის ხალხი. ხო და რა ვიცი ძმაო გამოფხიზლდით სანამ გვიანი არ არის მაგრამ უკვე გვიანია ჩემეთ მაგრამ რაღაც დარესეტება უნდა იყოს რაღაც შეცდომები ხონდა აღიარო რაღაცები და შეცვალო თორე რეგიონის ამბებზე ვილაპარაკოთ ახლა სანამ ჩვენთან ამ მე ერთი ამბავი მაქვს დამახსოვრებული სანამ ამ რაღაცა ოპოზიციას რო ვაკრიტიკებთ რა მოდი ვაღიაროთ რომ ამერიკელ დემოკრატებთან შედარებით ჩვენი ოპოზიცია კიდე ის ადეკვატურია იმიტომ რომ სულ გამოყენდნენ ეგეთი მოკლედ კამალა ჰარის უნდა და მინდოდა მეთქვა შენ თუ გინდა განაცხადა კამალა ჰარის უნდა რომ 28-ში იყაროს კენჭი გუშინ განაცხადა და რაღაცა თესლის მაილიც არადგინა რაღაცეებთან ინსაიდერული ინფორმაცია დაიდო რაღაც ეგეთი აკეთებს რომ აი მე კომენტარს არ ვაკეთებ ჩემს მაგერ სხვა ლაპარაკობენ სხვები რაღაც ახალი კამპანია დაიწყო და ოკასიო კორტეზია მაგის კონკურენტი და შეიძლება დაალაგნენ და კამალა გაიწიოს ოკასიო ახალგაზრდა არის და ვიცეთ დააყენს ოკასიო კორტეზი და ეგ არის რავი ალბათ დემოკრატები ალბათ იჯენ ოფისში და იძახდნენ ვახ მერტო ეს რა საჩუქარი მოგვეციო ნუ არაფერს არ სწავლით შევჩეული დეგენერატები გამოყლებულები არიან აი როგორ შეიძლება თვითონ დემოკრატებს რეალ დემოკრატებს ხალხს უფრო მეტი ამორჩეული და ტრამპით არიან უკმაყოფილოები ძალიან დაბალი რეიტინგიან მაგრამ თვითონ დემოკრატები იძახიან რომ მეც რო ამერიკელი ვიყო ისე გადავწყვეტი რომ ხო ანუ იმდენად ვოქისში და იმდენად საშინელებაში გადაიზარდნენ მათ შორის სკოლებში და მართლა ჯოჯოხეთო რაღაცებს აკეთებენ რა სიგიჟეებს აკეთებენ ხო თვითონ დემოკრატები ვერ იმედიან იმიტომ რომ ნახოთ 20-20 საჩვენები და 24 ანუ ტრამპს არაფერი არ გაზდია 16-თან შედარებით ამომრჩეველი და არც 20 წელთან უბრალოდ დემოკრატების ამორჩეველი არ მივიდა არჩევნებში მათ კვლევაც იყო რაც ნახე ის რომ რაღაცა ამორჩეულმა ზოგადად პოზიციონირება არ შეუძლია ვინც მარცხნივ იყო მარცხნივ გარჩევ ვინც მარჯვნივ იყო მარჯვნივ მარჩევა დემოკრატები ისე წავიდნენ მარცხნივ ამ თავის 6 მილიონით ნაკლები ადამიანი მივიდა დემოკრატებთან ხო რომ ეს ტიპები ვინც იყვნენ ნუ ზომიერად რაღაც მემარცხენეები ბუნებრივად მემარჯვენე მხარეს აღმოჩნდნენ და მაგიტო მოიგო ტრამპა იმიტომ ძალიან გაუტიეს ბევრ ამბავში აი ძალიან გადაიჯვეს თავზე ხო და ამერიკა ვახსენეთ ჩვენ რეგიონს და ამ რეგიონულ კონტექსტში სანამ ჩვენ ამ რაღაცა ამბებში ვიხარშებით ერთი სიტყვით რეგიონში ხდება საინტერესო რაღაცები აი მაგალითად ვიცით რომ ტრამპმა დაალაგა აზერბაიჯანი და სომხეთი და მაგ დაალაგების ნაწილში ტრამპის მარშრუტი რასაც ერქმევა ეს დერეფანი რომლის გავლითაც აზერბაიჯანიდან სომხეთის და თურქეთის გავლით იმოძრავებენ ტვირთები სამუშაო ჯგუფი იყო შეერთებული შტატებიდან ჩასული სომხეთში და ნუ რაღაცა განიხილეს დაიძრა ეგ საკითხი მაგის გარდა ასევე იმ კვირაში უკვე ვენსი ჩამოდის სომხეთში და აზერბაიჯანში ჩვენ აქაც რაღაცნაირ კონტექსტიდან სრულად ამოვარდნილები ვართ არც ლავროვი ჩამოდის ჩვენთან პირობითად რომ ბოლომდე თქვა აი რუსები ვარ და ხო რაღაცა ბიჭო აფეთქდება და მაგრამ ხო ნუ ბიჭო რავი არც იქეთ ვართ არც აქეთ ვართ ევროპაც არც ევროპასთან ვართ არც ამერიკელებთან ვართ არც ჩინეთთან ვართ იმიტომ კობახიძე რო იყო იქ რაღაცა როგორც ევროპაში რო დადიოდა ხოლმე სანამ მიესვლებოდა სირვით რო იდგა მარტო კაცშვილი რო ხმას არცემდა რადგან იყო ღარიბაურ დადიოდა კი მაქსიმალური ის რაც ქონდა რასაც მე ატრიალებდა პროპაგანდა უკან მაკრონი მხარზე რო დაარტყავს იმიტომ არიც ვინ არის რჩეულია პროსტა რა შვებიძმა
აი მაგას რო ატრიალებდა და იქაც რო იყო ჩასული პუტინი სადაც იყო ის ევრაზიის ყირგიზეთში იყო თორსები. ყირგიზეთში. ხო. იქაც მარტო სირივით იდგა არც იქ არ არის თავისიანი, არც აქ აღარ არის თავისიანი. აი მაგ პონჩი გავიჩიტო რომ კობახიძეც კი არ მაქვს საუბარი ჩვენ იმენა გინდა არ გინდა ეს კაცი დღეს წარმოადგენს ქვეყანას. ხო და არც როგორ შევ. აი არსად არ ვართ რა. ხო და ეგ მაგრად ეხავს. ნაკახადოვაჩკა ეგ ბიზნეს კაცო ყველასთან ყველასთან გააფუჭა. ყველასთან. აქეთ აზერბაიჯანსაც გააფუჭეთ საქმეები. აი აზერბაიჯანთან ეგ იყო რომ აზერბაიჯანთან მაინც ყველა თავრობას ჰქონდა დალაგებული, ეძიკადან დაწყებული ყველას. და თან ალიონმა ისიც თქვა რომ წინა გადაცემაში მაგაზე ვლაპარაკეთ რომ ხო ანუ ეხლა გზები აშენდება ყველაფერი რამე რომენა ხო და თან მადაც დასაკვირვებელია ის რომ აი ქართული ოცნების ამუშავოს აქ ის წარმოადგენდა რომ აი ჩვენ ტრაკიანი თავრობა გვყავს და თავისას ყოველთვის გაიტანს. ჩემს რუსები და ქოცები ერთად შეთანხმებულები არიან და ფრთხილობენ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც აფერი ანუ ყველა ძლივს დაალაგეს, ოპოზიცია მკვდარი არის. სისტემა მუშაობს, ხალხი იმედგაცრუებულია, პროტესტი მკვდარი არის. და ყველაფერი ბოლომდე მივიყვანთ და ეხლა არავაფერი თქო რაღაცით რომ აი ბოლომდე მივიხეთ აი ეს წელი ეს რეპრესიული კანონები ყველაფერი მივიღოთ გავაჩუმოთ. სადაც 27 წლიდან დავიწყოთ რაღაც ეგეთი ან 26 წლის ბოლოდან ან მეორე ნახევრიდან რაღაც ეგეთია მაგ ახსნა თუ არა თუ არ და არ ვიცი. ხო და რას ვამბობდი ქართული ოცნების ამორჩეულს რო წარმოადგენა რომ რაღაცა როგორც იქნა რაღაცა ეროვნული მთავრობა გვყავს, რომელიც გაიტანს ნებისმიერ თავის ინტერესს ბოლომდე. აი, ხედავ ევროპელებთანაც არ ერიდებიან და რაღაცა ამერიკელებთანაც არ ერიდებიან საკუთარი აზრის პოზიციის ჩამოყალიბებას. და აქეთს გვაქვს აზერბაიჯანის მაგალითი. და ჩვეულებრივად მარტივად მისახვედრია, მარტივი დაკვირვებით, რომ ქოსები აგინებენ იმას, ვინც გაძლევს საშუალებას რომ აგინო. ნუ აგინებენ ამ რაღაცა Ursula von der Leyen's იქეთ სალავიოვი აგინებს, აქეთ ესენი აგინებენ. ხო, იმიტომ ის არის მაქსიმუმ ჰა შეშფოთდეს. შო. ალიევში აგინებ ბოიტავერგის რას. პირდაპირ. და იქ სწორია. ხო და თუ დააკვირდეთ ეს კონფლიქტი ხო იყო, მაგრამ ერდოღანს წარმოიგდე. არც ერთ პროპაგანდისტულ არხზე არ გაშუქებულა ეგ იმ კონტექსტით, რომ აი ხედავთ აზერებმა თავზე გადაიჭვეს. ვერ იზავენ მაგას. იმიტომ იციან ალიევი არ არის Ursula von der Leyen-ი, ან კაია კალასი. სამწუხაროდ. ხო, მოგიტყოს კარგისა პირდაპირ მნიშვნელობით. პრობლემაა. ტიპი დიქტატორია. ნავთობზე ზის ესე კიდია. და მოგებული დიქტატორებაც თელი თავის ქვეყნის ისტორიის ის გააკეთა. სულ აფხაზეთი დაიბრუნა წარმოიდგინე. ხო და აი მათ იციან ქოსებმა რა, ვისთან როგორ უნდა ელაპარაკო, ვის უნდა დაუხარო თავი სამწუხაროდ. ვის როგორ უნდა ემასო. ხო და სამწუხაროა რომ ამ მდგომარეობაში ვართ ქვეყანა ძალიან ცუდია დიდ შესაძლებლობების პანჯარას იმენა შორიდან უყურებ და ვერც წინ მივიდივართ ვერც უკან მივიდივართ ვერც ვერაფერს. ხო და ჩაიხურება ეს პანჯარა. ესეთ პერიოდში ყველა ეხლა რაღაცას ჩალიჩობს. აქეთ სომხეთი ჩალიჩობს ევროკავშირთან ალაგებს იქით ლავროვი იმუქრება უკვე. აი ევროკავშირთან არ გამოვაო. ეს პანჯარა რო იხურება რეალურად, რატომაც არის ჩვენი პრობლემა, ოპოზიციად განწყობილი ხალხის, რომ აი სიტყვაზე კოცებს დედაუტირეთ რაღაცა და აი ერთი იმდენი სისტემა, იმდენი პრობლემა, სისტემა, იმდენი ადამიანის სამსახურებიდან გასაშვები. გადაწყობა, გადმოწყობა. ამასობაში მოვა 2028-29 და ევროპა რეალურად ფართოვდება, არ ფართოვდება, არ ვიცით რა. ეგ ბევრი კითხვის ნიშანია ჩამოკიდებული. ეგ არის პრობლემა, თუ Ursula von der Leyen არის, Ursula და მეორე სახელი კაია კალას. კაია კალას იყო ძალიან კარგი პოლიტიკოსი, ძალიან გვევასებდა, თანამდებაზე მოჯდა. ეგაა ევროპელის პრობლემა. თანამდებაზე როცა მოჯდა, საერთოდ სხვა რიტორიკას დაიჭრა. იგი ზოგადად ეგრე ეხლა პასუხისმგებლობის ამბავშიც არის ეგრე რასმუსენი ნატოს კენდივანი რო იყო. ეხლა ამბობს ძმა უნდა მიგვეცა საქართველოსთვის მაპი რა ვქენით. ერთი მერკელი ასე ბოზი ისე იგივეს ბაზრობს. სავაგეთ ის არის რა. მაგრამ მოწველი მაინც არის. კი, მერკელს თავის წუხილები აქვს. ჩვენ ეგ დავაანონსეთ. არ მოხდა რევოლუცია ძმა. კი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დადგება ის მომენტი, როცა შეგვიძლება იმის მოყოლა თუ სავარაუდოდ რატომ არ მოგცა მერკელმა მაშინ გერმანიამ რატო თქვა უარი საქართველოსთვის მაპის მიცემაზე. ძალიან პირადი. იმედი მაქვს რა ვიცი რა. ან თუ გაგვაგდეს ქვეყანა უცხოეთმა მაინც მოუყვეთ. ანუ ეგ ადამიანი ამ გამაბოს მაინც იმედია კაი ამბით გაიგეთ თუ არა და
რამოდენიმე წელიწადში მაინც გაიგებთ. ეგ ამბავი რაღაცა უნდა მოყვეს და აი ზოგადად მე არ მოწონს, ბევრი რაღაც არის, ბევრი სასაცილო ამბავია. ჩვენ სამი პატარა გამოცდილება გვაქვს, მაგრამ უფროს ხალხთან გვაქვს, ვისაც ეს ქვეყანა უმართია. შეხება ქონია პირდაპირ, ხო და მოგვისმენია ისეთი მაგარი ისტორიები, ისეთი ნამდვილი ისტორიები აქვს, რომ ბევრზე, ხო და ზოგადად ნებართვა არ მაქვს აღებული, თორე ისეთი ამბები აქვს საქართველოს იმაზე თუნდაც, აი ფაქტები, უბრალოდ ფაქტები ჩვეულებრივ, მაგრამ მაგას მაინც მოყვები, არავის არ გავითვალისწინებ. ფინანსი დონოფრო. ჯერა რამოდენიმე წელიწადში, მაგრამ ისეთი ისტორიები, ისეთი ამბებია მოხდარ ქართულ პოლიტიკაში, ზოგადად საქართველოს ისტორიაში და ანუ ჩვეულებრივ ფაქტები არის და არავინ არ ყვება რა, მათ შორის მერკელთან დაკავშირებული. მერკელი ეს ნახევარად ხუმრობა, კაცმა არის. რა მგონია რომ ხუმრობა. თუმცა ნუ ესეთი ამბავია რა. მაგარი ამბები გაქვთ გამაზრული ხალხი. ხო, ეგ იყო იდეაში ჩვენ დღევანდელი თემები. ბიჭი ის ხო არა რაღაც 10000 გამომწერზე თუ გავედით YouTube-ზე ამერიკაზე მოყვებით 10000 გამომწერზე. 10000 ბევრიაში. ბევრიაში ჩემი იდეა გამოყლებულს აქვს უბრალოდ. ეგეც მართალია. რაღაც ლაივ ზონა დავუშვით მის მისტერ ზურასთან და ვიღაცებთან და ეგრევე ავალთ. აი ეს ქართულ მილსტროებთან. დღეს მინდოდა ვერ მოვასწრებ როლს არ TikTok ლაივზე ხო არ გავიდეთ შემდეგ იმიდან როლს ვერ შეგითანხმებით დღეს. შეიძლება. უბრალოდ კომენტარებს გიწერენ რაღაცნაირად უნდა გავატყოთ ისე რომ უპასუხოთ კიდევაც რა კომენტარებს ვიღაც დაგიძებს გინებების გარდა. ნუ შეიძლება ეგ. კომენტარებში ვინც გიყურეთ შეგიძლიათ დაწეროთ ეგ რამდენად. ხო, ნუ ლაივ რეჟიმში რამე კითხო თუ გაგიშნება შეგიძლიათ დაგვიწეროთ და გიპასუხებთ რა. კი. ლაივ რეჟიმში რანაირ. ხო, ჩაწერისას ამბობ შენ. ო. მაგაზე ვიმსჯელოთ მაშინ. შეიძლება. აი პლანშეტს მოვიტანე კომფორტულად მინდოდა რომ მინახავ TikTok ლაივს ნახავ კომფორტულად ნახავ. კი, ნახავ. 1000 გამომწერი გვინდა ჩვენ. ტყუპები და ანა მე პირადზე 1000-ზე მეტი ყავს. მეც ხო მაგრამ. ხო და მეგობრებო, თუ გინდა TikTok ლაივი, გამოგვიწერეთ TikTok-ზე, ზოგადად YouTube-ზე. გვიყურებთ ხოლმე და გვიყურებთ და არ გვაქვს გამოწერილი ჩვენი არხი გამოიწერეთ. მოიწონეთ ეს ვიდეო კომენტარებში დაგვიწერეთ რამე და ჩვენი TikTok-იც აი წესით უკვე შემდეგ პირან უკვე რაღაც სტუმარი უნდა ქონდეს. მიდის მოლაპარაკები. უბრალოდ მე მინდა სტუმრები განა არ გვაქვს. მინდა რომ ერთი კონკრეტული სტუმარით დავიწყოთ. და ხან არცალია, ხან არა, ხან როგორ ისეთი სიტუაციაა, რომ ისეთი ქვეყანა რომ კაცშვილი ვარ, ჩვენ უკვე ციხეში იქნება ზოგი არ იქნება. კი. ხო და ის არის, რატო თან გვერდება რომ დაუძახოთ ესე მალე ადამიანებს, იმიტომ რომ ეს არის. რაღაცა იქნება რა. რაღაცა იქნება. ვიღაცას დავიწყოთ. ვიღაცას კი ბატონო. ხო, ეგ არის მეგობრებო, ერთ სიტყვით ესეთი გამოვიდა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი, შევესწრებით რაც არ ჩავაგდოთ ხოლმე ჩვენზე. ჩვენ არ ვაგდებთ რიგ შემთხვევაში არ არის დამოკიდებული კი ტექნიკური პრობლემები იჩენს თავს. ხო და ეს არის რა. დაგემშვიდობებით.